1 საათია შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ დეპარტამენტში შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსის ჯაბა ებანოიძის დაკითხვა მიმდინარეობს. ებანოიძეს ბანკი ქართუს გაკოტრებასთან დაკავშირებულ საქმეზე კითხავენ. ამავე საქმეზე დაბარებულია იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილის, რომლის მაგივრად მოდულის შენობაში ადვოკატს ელოდებიან. გამოძიების ინფორმაციით ბანკის გაკოტრების სქემაში ჩართულები იყვნენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები, მათ შორის ზურაბ ადეიშვილი, ჯაბა ებანოიძე და აღსრულების ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი კონსტანტინე მელია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ძველი თბილისის რაიონის გამგებლად დაინიშნა. დაკითხვამდე ჯაბა ებანოიძემ განაცხადა, რომ მას დღეს სავარაუდოდ ბრალს წაუყენებენ. ჩვენი კორესპონდენტი ზვიად ხუჯაძე ისაუბრებს დეტალებით პირდაპირ ეთერში. ზვიად, რა განცხადება გააკეთა ებანოიძემ? დიახნეო, დაახლოებით 1 საათის წინ ანტიკორუფციული დეპარტამენტის მოდულის შენობაში ადვოკატთან ერთად მოვიდა შემოსავლების ყოფილი სამსახურის უფროსი ჯაბა ებანოიძე, რომელმაც განაცხადა, რომ სავარაუდოდ დღეს მის წინააღმდეგ მოხდება ბრალის წაყენება. მას ბრალს წაუყენებენ ბანკი ქართუს გაკოტრების სქემასთან დაკავშირებით. როგორც ებანოიძემ განაცხადა, ის აქამდე თანამშრომლობდა გამოძიებასთან. დღესვე მოდულის შენობაში ადვოკატებთან ერთად მოვიდნენ ადვოკატები შემოსავლების სამსახურის ყოფილი თანამშრომლები და სამი ყოფილი თანამშრომლის, ესენი გახლავთ მამუკა ლაშხია, ოთარ აგლაძე და სიმონ ჩხენკელის ადვოკატები. მათ შენთან კომენტარი გააკეთეს და ისინი ამბობენ, რომ დღეს სავარაუდოდ მოხდება მათ წინააღმდეგ ბრალის წაყენება. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ როგორც ჯაბა ებანოიძის კომენტარი, ასევე შემოსავლების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატების კომენტარები. თემა არის კერძო კომპანიების მიერ საგადასახადო ვალის დეკლარირების თაობაზე, რომლითაც მათ თავი არიდეს ბანკის კრედიტის გადახდის. და ამ შემთხვევაში თქვენ ბრალეულობა რა კუთხით? ალბათ უფლებამოსილების გადაჭარბება შეიძლება წაგვიყენონ და ალბათ მაგ თემაზე ვგვარებთ. დაბრალი წარდგინება არ ვიცით ჯერჯერობით და მხოლოდ ბრალის წარდგენის შემდგომ შევძლებ სრულყოფილი კომენტარის გაკეთებას. ეს ეხება ბანკი ქართუსთან დიახ, ბანკი ქართუს საქმესთან დაკავშირებით. იმყოფებოდა დაკითხვაზე. დაკითხვაზე იმყოფებოდა მანამდე მოწმის სახით და გუშინ ჩაბარდა უწყება, რომ გამოცხადებულიყო იყო მოწმის ბრალდების წარდგენის მიზნით. აგერ გამოცხადდით გამოძიების ორგანოში, უბრალოდ კონკრეტულად რა მუხლებზე ეხება საუბარი და რა ბრალს საუყენებენ, ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია. დღესვე ბანკი ქართუს საქმესთან დაკავშირებით სავარაუდოდ ბრალს წაუყენებენ იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს, რომელიც როგორც ცნობილია მან ქვეყანა დატოვა. თუმცა დღეს აქ ველოდებოდით მის ადვოკატს, ამ დრომდე ადვოკატი გამოჩენილა მოდულის შენობასთან. კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, რომ დღეს მოდულის შენობაში მოვიდა შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ჯაბა ებანოიძე, რომელსაც სავარაუდოდ დღესვე ბრალს წაუყენებენ. დიდი მადლობა ზვიად ხუჯაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.